მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. გიორგი, მოდით ზოგადი კითხვით დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ საქართველოში დამკვიდრებულ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ სტერეოტიპებს? რა ზიანი მოაქვთ მათ სამოქალაქო ინტეგრაციისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივი არის. რა ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენთვის ამდაგვარ სტერეოტიპებს, შეუძლია ქვეყნის საზოგადოების თითოეული პიროვნებისათვის დამანგრეველი შედეგების მოტანა პიროვნულ დონეზეც, ოჯახურ დონეზეც და ქვეყნის დონეზეც. ამდაგვარმა სტერეოტიპებმა ზუსტად ამ პარამეტრებით ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ ზოგადად, ისევე როგორც კულტურული იდენტობის ერთ-ერთი წყარო პოლიტიკური ხომ, ენობრივ თუ სხვა რასობრივ განსხვავებულობის მიმართ შეიძლება სამოქალაქო გახლეჩა, ურთიერთდაპირისპირება და ძალიან მწვავე დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს, თუ კი თავად საზოგადოება, თუ კი თავად ქვეყანა არ იზრუნებს ამ სტერეოტიპებისაგან საკუთარი საზოგადოების წევრების განთავისუფლებაზე და ერთმანეთის მიმართ პატივისცემელი, კაცთმოყვარე, ჰუმანური, ტოლერანტული დამოკიდებულების გაღვივებაზე, რა თქმა უნდა, და აი ამის მაგალითს ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ აგრესულ რამდენიმე დღეა, რაც ამის გამოვლენებებს ჩვენ ვხედავთ შუაგულ ევროპაში. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და დიდად ვერ ჩაუღრმავდებით, ვთქვათ, აი რა კავშირია, ვთქვათ, სტერეოტიპსა და არსებით წინააღმდეგობას შორის, მაგრამ ჩვენ ახლა მაინც ვსაუბრობთ განათლების სისტემაზე და ამიტომ ასეთი კითხვა მინდა დავსვა, რამდენად მყარია ეს სტერეოტიპები სკოლის ასაკში და შესაბამისად, აი რამდენად აქტუალურად მიგაჩნიათ თქვენ ინტერკულტურული განათლება სკოლაში? ჩვენნაირი ქვეყნისათვის და ჩვენნაირი საზოგადოებისათვის ინტერკულტურული განათლების, ანუ კულტურათშორისი დიალოგის ხელშემწყობი გამოცდილების შეძენის საშუალება განათლება და ამდაგვარი განათლება ძალიან აქტუალურია. ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია არის მრავალფეროვანი სხვადასხვა განზომილებებით და უახლოეს პერსპექტივაში და შორეულ პერსპექტივაშიც ასეთი მრავალფეროვანი იქნება, შესაბამისად თაობიდან თაობამდე ამდაგვარი განათლების და ხარისხიანი განათლების აქტუალობა დღის წესრიგში დგას. ამდაგვარი გაუნათლებლობა, მარტივად რო ვთქვათ, ყოველთვის ჩვენ საზოგადოებაზე და ახლაც აისახება ხოლმე ნეგატიურად. სკოლაში როგორ? სკოლაში ეს აქტუალური არის, აქტუალობაზე ვისაუბრებ. აქტუალური არის, იმიტომ რომ სწორედ სასკოლო ასაკში ადამიანები ღირებულებითი სისტემები ყალიბდება და ბუნებრივია სკოლა არის ის აგენტი, რომელიც ახდენს ზეგავლენას ამ ღირებულებითი სისტემის ფორმირებაზე. თუმცა ის ერთადერთი არ არის. მე და ჩემი კოლეგები უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ კვლევას ინტერკულტურული განათლების პრობლემებზე, მათ ანალიზზე და განვითარების პერსპექტივებს საქართველოში, სწორედ სასკოლო სისტემაში. მარტო ჩვენ არა ვართ, ძალიან კარგია, რომ არსებობენ ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში, ვინც ამდაგვარ კვლევებს ატარებენ და კიდევ ჩაატარებენ და მთავარია, რომ აქედან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ამ გაზაფხულზე ჩატარებული კვლევითაც სწორედ მე-9 და მე-11 კლასელებთან, მათ მასწავლებლებთან და მათი ოჯახის წევრებთან ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ აქტუალობა ინტერკულტურული განათლების და სკოლის როლი ამდაგვარ განათლებაში არის საკმარისად მაღალი. მარტივად გეტყვით, მაგალითად მოსწავლეები, მოზარდები აბსოლუტურად ბუნებრივად მიიჩნევენ, რომ ამდაგვარი განათლების და საზოგადოების მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო სკოლა არ არის, ისევე როგორც არ არის ერთადერთი წყარო ოჯახი. და მათი მოლოდინები განათლების მიღების სხვა წყაროებსაც უკავშირდება ამდაგვარ განათლებაში, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა რა წყაროებს გულისხმობენ? რა თქმა უნდა, თანატოლებს, არაფორმალური განათლების სივრცეებს, საქმიანობის სხვა სფეროებს, სადაც იმ სოციალურ გარემოებს, სადაც მათ შეიძლება მოუწიოთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. მიუხედავად და იმავდროულად მათი მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინი
რომ ამდაგვარი განათლების წყარო უნდა იყოს სკოლა და საკლასო ოთახი არის ბევრად მაღალი დაახლოებით უახლოვდება ერთმანეთს მასწავლებლების და ოჯახის წევრების მოლოდინი. ამდაგვარი განათლების ესე ისინი თვლიან სკოლაში უფრო მეტად ოჯახში და სკოლაში ორ ადგილს განიხილავენ და კიდევ უფრო მეტად სკოლას. ძალიან საინტერესოა. მშობლები ფიქრობენ რომ ოჯახში და მასწავლებლების სკოლაში თუ პირიქით. არა, ისინი ერთნაირი ზომით ფიქრობენ რომ სკოლაში და ოჯახში. მოსწავლეები კი, ანუ ჩვენი მოზარდები, დღევანდელი მოზარდები, ფიქრობენ რომ მეორე ამბავი არის რომ თავად სკოლაში მიღებული ამდაგვარი გამოცდილებით მოსწავლეები ძალიან უკმაყოფილოები არიან. ძალიან სკეპტიკურად უყურებენ. და ამას ადასტურებს ჩვენი კვლევის შედეგები და ეს უკავშირდება სკოლის, დღევანდელი სკოლის, როგორც ბავშვზე და ბავშვებზე ნაკლებად მზრუნველი გარემოს საკითხს. ხოლოდ მოსწავლეები თვითონ მოსწავლეები ახდენენ ამის იდენტიფიცირებას, რომ ჩვენ კულტურათა შორის იცოდნა არა გვაქვს, იმიტომ რომ ვთქვათ, აი ზრუნვის გარემო, მოსწავლეს ზრუნვის გარემო ნაკლებად. არა, ჩვენ ესეთი მიზეზშედეგობრივი კითხვები არ გქონდა, რა თქმა უნდა, იყო ცალ-ცალკე რეზოლუციები და ცალ-ცალკე კითხვები, მაგრამ ის რომ იყენებენ თუ არა სხვა კულტურების შესახებ ცოდნის გავრცელებისათვის ან მრავალფეროვან მეთოდებს, ან აცნობენ თუ არა ამას სკოლაში. ამას პასუხობს დადებითად ჩვენს მიერ გამოკითხულ მოსწავლეთა ვიმეორებ მე-9, მე-11 კლასი, ესენი არიან საშუალო მოზარდები. ამას დადებითად პასუხობს სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის რეგიონში და სხვადასხვა სკოლაში ერთნაირად მოსწავლეთა დაახლოებით მე-13 და იმავდროულად ზუსტად იგივე რაოდენობა მოსწავლეებისა მცირე რაოდენობა დადებითად პასუხობს შემდეგ კითხვაზე, რომ ჩვენ სკოლაში ერთმანეთზე ზრუნავენ. და ჩვენ სკოლაში წახალისებულია სხვა სკოლელებთან დამეგობრება ან ასე შემდეგ. ანუ სკოლა როგორც თავისთავად მზრუნველი გარემო, ასე ვთქვათ, კულტურული იდენტობების გარეშე. რო დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ, ესე იგი, გამოკითხულ მოსწავლეთა რა პროცენტი მიიჩნევს, რომ ზრუნავს სკოლა ამ საკითხზე და რა პროცენტი მიიჩნევს დაახლოებით, რომ არ ზრუნავს? რომ ზრუნავს მიიჩნევს 35%. და ნაწილობრივ ან სრულად არ ეთანხმება ყველა დანარჩენი. ყველა დანარჩენი. დიახ. ეს სიგნალია. ეს სიგნალია და უკავშირდება თქვენს პირველ კითხვას კი, მაგრამ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამდაგვარმა გარემომ, ამდაგვარმა სასწავლო გარემომ, სადაც ელემენტარულად ერთმანეთს ზრუნვისა და პატივისცემის მაგალითებს და გამოცდილებას ნაკლებად იძენენ ახალგაზრდები და დღის მის თავიანთი ცხოვრების თითქმის ნახევარს ისინი სკოლაში ატარებენ, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მერე ამავე ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არის რისკი ამ მომავალი თაობის, ეს დასრულ ასაკში ერთმანეთთან დაპირისპირებულობისა სხვადასხვა ნიადაგზე. ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ ხა მაინც ვსაუბრობთ, ვთქვათ, განათლების სისტემაში უფრო მოსწავლეების ინტერკულტურულ კომპეტენციაზე, ანუ რა იციან მათ და ვთქვათ, ურთიერთობა როგორი აქვთ სხვა კულტურებთან. მინდა გითხრათ. ბოდიშ ვიხდი, დავასრულებ. კითხვა ასეთი არის, რომ განსხვავდება თუ არა ეს კომპეტენცია მოსწავლეების იმის მიხედვით, თუ აი როგორ რეგიონში ცხოვრობენ ისინი. ერთგვაროვანში, ვთქვათ, კულტურული თვალსაზრისით თუ სხვადასხვაგვაროვანში. ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. აღმოჩნდა, რომ ჩვენ სპეციალურად ჩვენი კვლევისათვის შევარჩიეთ სრულიად განსხვავებული კულტურული გარემოები და საზოგადოების მრავალფეროვნების ჭრილის მიხედვით სხვა სფეროები. დიახ, მონოკულტურული, მრავალკულტურული, შერეული, სადაც სეგრეგირებული და კომპაქტურია და ასე შემდგომ. აღმოჩნდა, რომ ინტერკულტურული კომპეტენციების თვალსაზრისით, ანუ ცოდნის, უნარისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით, ერთი და იგივე ასაკის, მაგრამ სხვა გარემოში მყოფი მოსწავლეები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გავლენას ინტერკულტურულ კომპეტენციებზე ახდენს მათი სქესი და მასწავლებლები.
მასწავლებლებთან. სამწუხაროდ უნდა დაასრულოთ ეს ძალიან საინტერესო საუბარი და ალბათ შემდეგ კიდე გვექნება საშუალება რომ ვსაუბროთ ამ თემას. დიდი მადლობა. მოგვიწევს. თქვენ მადლობთ, დიდი მადლობა.